ჩვენ მიერ დაფიქსირებული სწრაფი განმეორებადი რადიოსიგნალების რაოდენობა გაურმაგდა. ასტრონომებმა შორეული galaktikებიდან მომავალი მძლავრი რადიაციის ახალი 25 ნაკადი დააფიქსირეს. ისინი იმდენად კაშკაშაა, რომ მთლიანი galaktikების სინათლესაც ფარავს, მაგრამ მათი წარმოშობის საკითხი დღემდე გაურკვეველია. ახალი აღმოჩენით ჩვენთვის ცნობილი სწრაფი განმეორებადი რადიოსიგნალების რიცხვი 50-მდე გაიზარდა, რაც იმის შანსს ზრდის, რომ მათი ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ. ასეთი ნაკადების დიდი ნაწილი მეცნიერებმა გასულ დეკადაში დააფიქსირეს, თუმცა მათი უმეტესობა ერთჯერადი მოვლენა იყო. ამან სპეციალისტები დააფიქრა, რამდენად შეიძლება აღნიშნულ ორი ტიპის რადიაციას ერთი და იგივე წყარო ჰქონდეს. ეჭვს ისიც ამტკიცებს, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან სიხშირის დიაპაზონითა და ხანგრძლივობითაც განსხვავდება. კვლევრებმა ახალი სტატისტიკური მეთოდის მეშვეობით მონაცემები გაანალიზეს და განმეორებადი სიგნალები შეისწავლეს. მათ გამოთვალეს, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ერთი რეგიონიდან ორი ან მეტი სიგნალის მიღება უბრალოდ ამთხვევა არ ყოფილიყო. ავტორები ჩაიმის სახელით ცნობილი ტელესკოპის მნიშვნელობასაც ხაზს უსვამენ, რომელიც ჩრდილოეთის ცას ყოველდღე აგვირდება და სწრაფი რადიოსიგნალების დაფიქსირებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ავტორების განცხადებით, მათ რამდენიმე galaktika უკვე გამოავლინეს, რომლებიდანაც შესაძლოა ორი მსგავსი სიგნალი მოდიოდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი რადიაცია სავარაუდოდ ვარსკვლავთა აფეთქებას და მათ ასეთ სიკვდილს უკავშირდება. 14 აპრილს კალენდარზე იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისიის წარმატებით გაშვება შემოიხაზა. გაშვება საფრანგეთის გვიანადან კოსმოსური ბაზიდან მოხდა. ჯუისი ხომალდი კოსმოსში არიან 5-ის რაკეტამ გაიყვანა. გაშვების შემდეგ ხომალდი არიან 5-ის რაკეტას 28 წუთის შემდეგ გამოეყო. მომდევნო 17 დღის განმავლობაში ხომალდმა მუშაობა გამართა, რაშიც მზის ელემენტების, ანტენებისა და სხვა ინსტრუმენტების გასწორება იგულისხმება. 3 თვის განმავლობაში კი აპარატი იტესტებოდა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ კოსმოსურ ხომალდს 8 წელი დასჭირდება იუპიტერამდე მისაღწევად. მისი ხანგრძლივი კრუიზის დროს კოსმოსურ ხომალდს გრავიტაციული ფექტი დასჭირდება, რა დროსაც ის მთვარის, დედამიწისა და ვენერას გრავიტაციას გამოიყენებს. მას შემდეგ, რაც ჯუისი 2031 წლის ივლისში იუპიტერს მიაღწევს, კოსმოსური ხომალდი 3 წელიწადზე მეც გაატარებს გაზის გიგანტის ორბიტაზე და განახორციელებს ფრენებს მისი 3 თანამგზავრის, განიმედის, კალისტოსა და ევროპას მიმართულებით. მისიის დასასრულს ჯუისი ყურადღებას გადაიტანს მხოლოდ განიმედის ორბიტაზე. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.